მადლობა მობრძანებისთვის. ბუნებრივია თქვენი ჩვენთან მოწყობა ეს ხება შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. პარლამენტში დღეს უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. საკმაოდ ცხარე იყო დღევანდელი დებატები. მათ შორის რა სიტყვით აი ამ შეხვედრაზე და როგორ შეაფასებთ დღევანდელ გამოსვლას მისას? მეგონი დამეთანხმებით, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. რადგან დღემდე არ ყოფილა რაიმე ასეთი ტიპის შეხვედრა პარლამენტში, გულისხმობ შინაგან საქმეთა მინისტრის სტუმრობას ოპოზიციასთან. წინა წლებში ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი არ კადრულობდა პარლამენტში მისვლას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი წლიური მიმართვით გამოდიოდა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. ის რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, მოვისმინეთ, არ ამგონია განსაკუთრებული კმაყოფილების საფუძველი იყოს ან პარლამენტარებისთვის, ან მინისტრისთვის. იყო დაძაბული შეხვედრა და თითქოს წინასწარ იყო ასე დაგეგმილი, ოპოზიციონერებმა საკუთარი თავი წარმოვიდგინეს პროკურორებად, ხოლო მიწვეული მინისტრი ბრალდებულად. ცხადია, მინისტრი ამ სტატუსს არ დაეთანხმა და იყო არც თუ იშვიათი მისი განმარტებები, რომელიც ცილდებოდა ხოლმე კითხვის შინაარსს და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დებატები არ იყო დაგეგმილი, ამ თემას ვერ გაექცა ვერცერთი მხარე. შესაბამისად, გაჟღერებული შეკითხვები არ ახალია. ეს პრობლემები ცნობილია საზოგადოებისთვის და მას აი ამ შეკითხვების უმრავლესობა არაერთხელ იყო გაჟღერებული ქართული მედიის მხრიდან. შესაბამისად, რაიმე მოულოდნელობა ამ კითხვებში არ უნდა ყოფილიყო ბატონი მინისტრისათვის. ერთი წინაპირობა, რომელიც თანსდებდა ამ შეხვედრას, ცხადია, არ არის საკამათო, კერძოდ ის, რომ პოლემიკის გამოცდილება ბევრად დიდი ჰქონდათ პარლამენტარებს, ვიდრე მინისტრს. მიუხედავად ამისა, გამომდინარე შეკითხვების შინაარსიდან და პასუხებიდან არ ჩანდა ეს უპირატესობა გადამწყვეტ ფაქტორად, თუმცა ეს უპირატესობა შესამჩნევი იყო. პირველად უწევდა ბატონ მინისტრს ასეთ ნაკლებად კეთილგანწყობილ აუდიტორიასთან ღია ეთერში ურთიერთობა რამოდენიმე საათის განმავლობაში და ვფიქრობ, თუ ვინმეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ პასუხები არ იყოს სრულად გაცემული დასმული კითხვისთვის, ასეთი განცდა შეიძლება დარჩეს როგორც პარლამენტარების მიმართ, ასევე მიწვეული მინისტრის მიმართ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი შეხვედრა, თუნდაც ამ მოქმედ პირთა შორის, მაგრამ ძალიან ბევრი მწვავე საკითხი იყო დასმული. პასუხები იყო მიცემული, ჩემის აზრით, საკითხების ირგვლივ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნება პარლამენტარებისა რასაკვირველია არ მოხერხდა. ზოგიერთი შეკითხვა მიუღებელი იყო ბატონი მინისტრისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა ზნეობრივ თემებს და იყო კითხვები, რომელიც მიუღებელი იყო მინისტრისთვის, მით უმეტეს თუ ასეთი შეკითხვები დაისმებოდა უზნეობის აკადემიის წევრთაგან. ამიტომ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩატარებული ეს ბრიფინგი, ეს შეხვედრა არ ამგონია, რომ კმაყოფილს დატოვებდა მონაწილეთა რომელიმე მხარეს.
მყარი იყო იგივე ministris პასუხები გუნავა საქმესთან დაკავშირებით, რაფალიანცის საქმესთან. აი ამაზე რა სიტყვით ბატონს ახლა? რამდენად ქონდა მას პასუხები აი ამ კითხვებზე? მე მგონი ეს საერთო შთაბეჭდილება არის, რომ უფრო დამაჯერებელი პასუხების მოლოდინი გქონდა, ვიდრე ეს გაჟღერდა. შესაძლოა, იმიტომ რომ თემები შედარებით მოძველებულია და მართლა ჩემთვისაც დაზუსტებას მოითხოვს ის თემა, რას ნიშნავს, როცა არ მტკიცდება რაიმე ნივთის ჩადების ფაქტი და შესაბამისად იმ ნივთის მიმართ გაურკვევლობა წარმოიშვება, არსებობდა ის ნივთი და ამოღებულ იქნა თუ არა. კარგით, არ ჩაუდიათ. თუ არც ხომ ჩაუდო და არც თვითონ ჩაიდო ეს იარაღი ადამიანმა ჯიბეში, მაშინ უნდა ვეძებოთ მესამე ძალა, რომელსაც ან მოელანდა ეს ყველაფერი, ან თავად ჩადო ისე რომ არ იცოდა არც ერთმა და არც მეორე მხარემ. ყოველ შემთხვევაში გავა დრო და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაზუსტებასაც ექნება ადგილი. თუმცა ტერმინოლოგიურად შეიძლება გამართული იყო პასუხები, მაგრამ აი როდესაც ჩაეკითხებოდნენ ხოლმე ამ თემაზე, იქ სადაც რამოდენიმე უწყება მონაწილეობს ამა თუ იმ კონფიგურაციის წარმოქმნაში, ცხადია მხოლოდ ერთი სტრუქტურის ლიდერი ვერ იქნება პასუხისმგებელი სრულ ინფორმაციაზე, ამიტომაც არაერთხელ ბატონმა მინისტრმა ესე იგი გადამისამართა შეკითხვა ხან პროკურატურისკენ, ხან პარლამენტისკენ და ეს მივანიშნებს იმას, რომ რაღაც ესეთი სექტანტური მიდგომა ქართულ ოცნებას არ გააჩნია, რომ თუ კი რაიმე საკითხი არ შედის ვინმეს კომპეტენციაში, მაინც იზახოს, რომ ყველაფერი სწორია, ყველაფერი კარგად არის და არანაირი ასთასხვაობა არ არის სისტემაში. ანუ დავწმუდით, რომ ქართული ოცნება არ გახლავთ სექტა. ამაში ეჭვი მე პირადად არც ადრე მეპარებოდა, მაგრამ შეიძლება ზოგიერთისთვის უცხო იყო, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს პარლამენტისგან ან თქვათ მისი კოლეგა სამართალდამცავებისგან. ზოგადად რასაკვირველია დღევანდელი ვიზიტი მინისტრისა პარლამენტში, ვიმეორებ, არის ქართული დემოკრატიის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი, კაფიო ნაბიჯი, რადგან დამეთანხმებით ალბათ, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირობებში გულისხმობ ნებისმიერ მათგანს. უკანასკნელ წლებში რასაკვირველია ასეთი შეთავაზებაც კი არ ჰქონდა ოპოზიციისგან, საპარლამენტო ოპოზიციისგან, რადგან როგორც თქვი, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის მიმართაც ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი და მუდმივად ცდილობდნენ იგნორირება გაეკეთებინათ ზოგადად პარლამენტისთვის. ეს მოდით წარმოვიდგინოთ როგორც დაწესებულება და არა როგორც კონკრეტული ფიზიკური პირი. ანუ პოლიტიკური ძალა უნდა არსებობდეს, რომელსაც აქვს უფლება ზნეობრივი საკითხების დასმის და რომელსაც არ გააჩნია ასეთი უფლება საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე. დღეს ვანო მერაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა ჯავახეთში მიმდინარე პროცესებზე და კერძოდ აღნიშნა, რომ აქ სეპარატისტულმა ძალებმა შეიძლება იმძლავრონ და აღნიშნა ის მიზეზი, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მიმართა დავით უსუბაშვილის სახელზე აპირებენ მიმართვას, რომ სომხური ენა გახდეს რეგიონალური ენის სტატუსის მქონე. რამდენად ქმნის რეალურად ეს ფაქტი საფრთხეს, რა სიტყვით ამაზე? საკვირველია, მე მგონი ისევ იმ უზნეობის აკადემიასთან გვაქვს საქმე, პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს და აიღო ვალდებულებები ასეთი ტერმინოლოგიის შემოღებისთვის, რასაც ქვია რეგიონალური ენა, დღეს მისი ერთ-ერთი მთავარი სახე თურმე ხედავს საფრთხეს ასეთი სეპარატიზმისა. ვერ ხედავ მე ასეთ საფრთხეს, თუ
იქნება სრული კომუნიკაცია და ჯერჯერობით ეს არსებობს, სწორედ რეგიონალურ ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და იქნება უფრო აქტიური კომუნიკაცია ზოგადად მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის. გულისხმობ უპირველეს ყოვლისა აუცილებლობას იმისა, რომ ქვეყანაში არანაირი დაკნინების ტერიტორიები სახელმწიფო ენისთვის არ უნდა არსებობდეს. როდესაც სახელმწიფო ენის სტატუსი კითხვის ქვეშ არ დგას მისი ტერიტორიის არც ერთ ნაწილში, ამის შემდეგ რა ტიპის გამოყენება ექნება ამა თუ იმ ენას უკვე ნაკლები საფრთხის შემცველია. ჩვენ დიდი ხანია შეერთებული ვართ ისეთ ესე იგი დოკუმენტებთან ევროპული წარმოშობის, რასაც ქვია ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა. ამ დიდ ჩამონათვალში ვალდებულებებისაც ცხადია არსებობს და ხორციელდება ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის საშუალებით განათლების მიღების გარკვეული ეტაპები. სკოლაში სწავლა არის როგორც სომხურ, ასევე აზერბაიჯანულ ენებზე. მართალია ეს რაოდენობა სკოლები შეიძლება შემცირდა, მაგრამ არც თუ უსაფუძვლოდ გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობა ემიგრირების შედეგად მცირდება და ემიგრანტებს შორის ძირითადად პროცენტული შეფარდებით ცხადია მათ რაოდენობასთან ჭარბობს არაქართული წარმოშობის მოსახლეობა. ახლა ძალიან სათუთი თემაა, რასაკვირველია, მშობლიური ენა, მას უნდა კონდეს შესაბამისი დაფასება და პატივისცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს არსად და არასოდეს სახელმწიფო დღეს კი დავამატებდი სიტუაცია ამ მხრივ ჯავახეთში მე ვიტყოდი საგანგაშოა. გულისხმობ სახელმწიფო ენის გავრცელების პრობლემას. კონკრეტულ ფაქტს დაგისახელებთ, ჯერ კიდევ 10 წლის წინ პატარა პაციენტებს ექიმთან მოჰყვებოდა აღარ იცოდნენ არც რუსული. დღეს უკვე ბებია-ბაბუებს ჩამოყავთ ასეთი პაციენტები, რომ გააგებინონ რამე ქართულად ან რუსულად თბილისელ ექიმებს. შესაბამისად, უკვე თაობებია ისეთი, რომელიც ვერ ფლობენ საკომუნიკაციო ენას. რუსული სწავლა ფაქტიურად აღგრძალეთ და რაღაც ვერ გავითვალისწინეთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ისევ იმ სიდიდის არის, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში და საკომუნიკაციო ენის ფუნქცია ჩვენთან თანდათან დაიკარგა რუსული ენის მიმართ. ცხადია, ვერც ქართველებმა ვისწავლეთ ყველამ აზერბაიჯანული, ოსური, აფხაზური და სომხური და ეს უფსკრული უნდა ამოივსოს უპირველეს ყოვლისა ჯერ სახელმწიფო ენის, ესე იგი სტატუსის მკაცრი დაცვით და ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ ყველა ეროვნული უმცირესობის ენას ჰქონდეს საპატიო ადგილი დაკავებული ამ იერარქიაში. ბატონ სოსო, ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც კითხეს გენინსპექციის უფროსზე, მან თქვა, რომ ეს უხერხულობას არ უქმნის, რომ გენინსპექციის უფროსი არის მისი ნათესავი. თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამას და საკმაოდ მწვავე იყო დებატები გაიმართა იგივე ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებით. თქვენ რა სიტყოდით მის გამონათქვამებზე? ახლა მე გარკვეულ დისკომფორტს შემიქმნიდა, რასაკვირველია, საკუთარი ნათესავის არსებობა ასეთ თანამდებობაზე, თუმცა მე არ ვიცი კონკრეტული მიზეზი, თუ ის ადამიანი შეუცვლელია, ვიზეც ვლაპარაკობთ ამათარიქად არ ვიცი ამჟამად კონკრეტულად ვის ეხება ეს საუბარი, საკურილია მე მას გვერდიდან არ მოვიშორებდი, მაგრამ თანამდებობით ვერ დავამძიმებდი ამ ურთიერთობებს. რაც შეეხება ბატონ ლუკა კურტანიძეს. როდესაც საუბრობთ შედეგზე, ნუ დაგვავიწყდება მიზეზის მოძიება. ეს არის ადამიანი,
რომელმაც მიიღო სერიოზული ტრავმა 26 მაისს და არა მხოლოდ ფიზიკური. სულიერი ტრავმა მისი ბევრად ძნელი მოსაშვებელია. და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც შემოქმედნი იყვნენ მისი წამების საკუთარი პოლიტიკური პოზიციით, საკუთარი დუმილით და ეხლა უკვე საკუთარი რაღაც ბრალდებების წამოყენებით მთლიანად საზოგადოების მიმართ, რასაკვირველია, ესეც აი იმ უზნეობის აკადემიის წევრებისგან შეიძლება მოისმოდეს. დიახ, აბსოლუტურად მიუღებელია ფრაზეოლოგია, რომლითაც გამოხატავს ბატონი კურტანიძე თავის, ესე იგი, თავშეუკავებელ, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელ დამოკიდებულებას პრობლემის მიმართ, ჩვენ მას უნდა უთანაგრძნოთ და არა ვაიძულოთ ის რაღაც განსხვავებული ნაბიჯების გადადგმისაკენ რომ მოგვიძღოთ. არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ ბატონ კურტანიძეს აღზრდელობით და სასწავლო პროცესთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ ეს თემა წამოწეული ნაციონალური მოძრაობის წევრებისაგან მუდმივად მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენს ესე იგი ცნობიერებაში ის კადრები, რისი მოწმენით ვიყავით ჩვენ 26 მაისის გამთენიას. ამდენად თემა, რომელიც არის მხოლოდ ბრალდების, ესე იგი, ქარტია ნაციონალური მოძრაობისთვის, თავადვე ურჩევნიათ, რომ აღარ გაქექონ, თორემ კიდევ უფრო წარი იქნება შედეგი. ბატონ სასო, ერთადერთი რაზეც შეთანხმდნენ დღეს მინისტრს, რაზეც ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მინისტრს და უმცირესობას, ეს იყო პოლიტპატიმრების სია. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით თქვენ? მე ამას გულისხმობდი, როდესაც ვამბობდი განსხვავებული აზრის არსებობის უფლებას ქართულ ოცნებაში. თუმცა, როგორც ადამიანი, რომელიც გახლავართ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სამოქალაქო მოძრაობისა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს, მე რასაკვირველია მივესალმები თავად ფაქტს ასეთი აქტივობისა პარლამენტის მხრიდან, თუ რაიმე ხარვეზი გააჩნია ან სიას, ან პროცედურულ საკითხებს, რასაკვირველია ეს ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ იმ სრულიად ცალსახად არსებულ უსამართლობას, რაც სუფევდა ქვეყანაში ამ ადამიანების მიმართ, რასაკვირველია სჯობს ხარვეზები და შეცდომები, რომელიც გამოსწორებადია. და არა ის უბედურება, რომელშიც იმყოფებოდნენ ისინიც, მათი ოჯახის წევრებიც და მთლიანად საზოგადოებაც. ჩემი აზრით, გარკვეული თანხwebdra შესაძლოა ყოფილიყო კიდევ ერთ თემაში, რასაც ქვია ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია. აქ ბატონმა მინისტრმა ძალიან მკაფიო და მკაცრი პოზიცია გამოამჟღავნა დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგოდ, რაც მე მგონი ერთადერთია მისი მსგავსებისა წინამორბედ შინაგან მინისტრთათვის. დიახ, მერაბიშვილის ასეთვლიდა და წლების განმავლობაში მერაბიშვილთან დისკუსიისას ხმამაღლა ვერ აჟღერებდა თავის პოზიციას ბატონი გიგი წერეთელი. დღეს მან მოისურვა, რომ შერბილდეს დამოკიდებულება ნარკომანების მიმართ და არ იყოს ეს მხოლოდ დასჯის მეთოდი მათთან მიმართებაში. ესეც დემოკრატიის განვითარების მაგალითია, როცა ჯერ კიდევ წინა 1000 წლეულიდან მოყოლებული ჩვენი პარლამენტის წევრი ბატონი წერეთელი მხოლოდ დღევანდელ პირობებში ახერხებს საჯაროდ განაცხადოს შინაგან საქმეთა მინისტრის საწინააღმდეგო პოზიცია. ვფიქრობ, რომ ამასაც სერიოზული ყურადღება ჭირდება. მე მგონი საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ ნარკომანი თუნდაც დეკრიმინალიზაციის პროცესის გვერდის ავლით ითვლებოდეს ავადმყოფად და არა ბოროტმოქმედად. ამის შესახებ არაერთი დისკუსია ყოფილა არასამთავრობო სექტორში, საზოგადოებაში და მივიღეთ
შედეგი, როდესაც საქართველოში გაჩნდნენ უნიკალური დაავადების მქონე პაციენტები, კერძოდ ნარკომანები, რომლებიც ისეთ რაღაც ბოროტ თვითშემოქმედებას იყენებენ, რომელიც არნახული დაავადების მიზეზი ხდება და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებიც კი იღუპებიან ამის გამო და დაავადება, ესე იგი, ეპილეფსიის ისეთ სახეობას იწვევს, რომელიც არ არის აღრიცხული არც ერთ ქვეყანაში და ამ ფენომენის შესასწავლად მოდიან საზღვარგარეთელი ექიმები შესასწავლად და გასააზრებლად რა ხდება. და უკვე პროგრამებიც იქნება საზღვარგარეთ საქართველოში უნიკალური, ესე იგი, დაავადების მქონე ნარკომანების სამკურნალოდ. ამისთან პირობებში ცხადია დეკრიმინალიზაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი.